მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რა ხდება მის ცხოვრებაში, რას ფიქრობს ჩემზე და რა ნაბიჯები ექნება. დღეს ერთ პოზიციან გაშლას გავაკეთებთ, თუ გიყვართ ასეთი ფორმატის ვიდეო შეგიძლიათ დარჩეთ ჩემთან ერთად და თუ თქვენზე რეზონირდა დღევანდელი საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ ყოველთვის უყუროთ ხოლმე. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის, თუ საიტზე როდის არის განთავსებული. ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, მესენჯერში დამიკავშირდით დეტალებისთვის, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ახლა კი თქვით იმ პიროვნების სახელი, ვისაც გინდათ რომ დღეს ტარომ გვესაუბროს და ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. აქ პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, მოდის ესეთი ენერგია, რომ შეიძლება ახლა ამ წუთას არ კონტაქტობდეთ თქვენ, ან ძალიან ესეთი პასიური ურთიერთობა იყოს და კომუნიკაცია, მაგრამ ეს ადამიანი თავიდან თქვენზე ფიქრობდა, რომ თქვენთან ურთიერთობაში ლიდერულ პოზიციას მარტივად დაიკავებდა, გახდებოდა ურთიერთობაში წამყვანი ფიგურა და თავის წესებით წარმართავდა რომანტიკულ სასიყვარულო კავშირს თქვენთან, მაგრამ თქვენი წვილი რაღაც პრობლემების წინაშე დადგა, ხო? ანუ თქვენთან ურთიერთობა არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორიც თავიდან იფიქრა, რომ აი მარტივად დაგიყოლიებდათ რაღაც საკითხებში, ან მარტივი სამართავი იქნებოდა ეს ურთიერთობა. თითქოს არ ითვალისწინებდა თქვენს საჭიროებებს ეს პიროვნება, ან უბრალოდ ერთპიროვნული მართლობა უნდოდა ურთიერთობაში. ფიქრობდა, რომ თქვენს ემოციებს და გრძნობებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა, მაგრამ აქ რაღაც სირთულე არის ახლა. თვითონ კომუნიკაციის პრობლემა არის ახლა. მის ცხოვრებაში რა ხდება, ხო? ანუ ეს ამ შემთხვევაში თქვენს ერთად გატარებულ დროს ძალიან იხსენებს, მუდმივად თქვენ მის გონებაში ხართ, ეს აბსოლუტურად იგრძნობთ კიდე, შეიძლება მუდმივად თქვენს თორებს ხსნის და ნახულობს, ან დაკვირვების ქვეშ ხართ, ან სულ გესიზმრებათ ეს ადამიანი და ხვდებით, რომ ძალიან გააქტიურებული ფიქრები აქვს თქვენი მისამართით. ყოველ შემთხვევაში რაღაც თვალყურის დევნება არის მისი მისამართით, მაგრამ ფრთხილი არის და უარესად სიტუაციის დაძაბვა არ უნდა. თუმცა თქვენ მის ემოციებზე დღეს ძალიან მოქმედებთ. შეიძლება იმაზე მეტად მოქმედებთ ახლა მის ემოციებზე, ვიდრე ერთად რომ იყავით, ან ვიდრე როცა უფრო კარგი ურთიერთობა გქონდათ. ვფიქრობ, რომ თქვენთან სტაბილურობა და სიყვარული სურდა, მაგრამ შეიძლება ძალიან ტოქსიკური და მომთხოვნი ხასიათი აქვს, ან ძალიან ზღუდავს მეორე ადამიანს ურთიერთობაში, სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და ეს გახდა ზუსტად ის მიზეზი, რომ ურთიერთობა გაფუჭდა, ან თქვენ რაღაც პროტესტი გაგიჩნდათ ამ პიროვნების მიმართ. თითქოს აქ შეიძლება რაღაც სოციუმშიც კი გავიდა ეს ადამიანი, ან შეიძლება რაღაც
წვეულებაზე წავიდა, ან შეიძლება რაღაც ივენტზე, კლუბში, არ ვიცი თვითონ როგორი ცხოვრების სტილიც აქვს, ხო, რაღაც სოციუმში გასვლას მიჩვენებს, თითქოს გულის დარდების გადატანა უნდოდა და შეიძლება რაღაც კომუნიკაციები სხვა ადამიანებთანაც სცადა, ან ფლირტის სცადა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული რჩება ყოველ ჯერზე. იმდენად უფრო და უფრო ცუდი კონტაქტები ხვდება მას, იმდენად რაღაც ისეთი ადამიანები შეხვდნენ მას, რომ მაშინვე იწყებს პარალელის გავლებას, თუ თქვენთან როგორ გრძნობდა ეს ადამიანი თავს და როგორ წვრილმანებზე წუწუნებდა, ვთქვათ, და რეალურად რამდენად პრობლემური ადამიანები შეხვდნენ ახლა. არავისთან არ აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც გააღრმავოს, ან ურთიერთობა წამოიწყოს, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც საუბარი დაიწყო, ან გული გადააყოლა ვინმესთან, უფრო უარესი შედეგები წამოვიდა. და შეიძლება ვფიქრობს, რომ არ უმართლებს სასიყვარულო ურთიერთობაში. ფაქტი არის, რომ ხმლების დედოფლის ენერგიაში ამოდიხართ თქვენ და მისი ფიქრი მაინც თქვენ გიკავშირდებათ. მართალია ურთიერთობა ცივ ფაზაში არის და თქვენს მის მიმართ ინტერესს და ყურადღებას არ იჩენთ, სიტყვა არ გაქვთ მის მიმართ, მაგრამ მისი ყურადღება და ინტერესება მისი, ასე ვთქვათ, ცნობის მოყარეობა ძალიან არის თქვენსკენ მოპყრობილი ახლა. ფინანსების გამომუშავებაზე არის უფრო ორიენტირებული, სამსახურზე, ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რაღაც თავის სტაბილურობაზე არის გადართული, თუმცა პირად ცხოვრებაში არაფერი არ გამოსდის მნიშვნელოვანი. რას ფიქრობს თქვენზე? რომ თქვენ მაგალითად ან მას არენდობით, ან მის მიმართ ემოციები დაგაკლდათ, გაგიციუდათ გული, რომ თქვენი ცხოვრება გაქვთ, რომ თქვენ მზად ხართ, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ ჩახსნათ თქვენი ცხოვრებიდან, რომ მასზე აღარ დარდობთ, რომ თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად თქვენ გეკუთვნით და არავის მორჩილებაში ყოფნას არ აპირებთ და თქვენი თავის ფასი უკვე ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ კარგი სოციუმი და მეგობრები და კარგი წრე გაქვთ და მარტო არ ხართ და მხარდამჭერი ადამიანები ძალიან ბევრი გყავთ და შეიძლება თაყვანისცემლებისაც ფიქრობდეს, რომ ბევრი გყავთ, რომ თქვენი ცხოვრება ხელმიუწვდომელი არის მისთვის, რომ თქვენი დღევანდელი სიტუაცია ისეთი არის, რომ თქვენზე არის აბსოლუტურად არჩევანი, მიიღებთ მას თუ არ მიიღებთ, ან თავისუფლების არჩევანი გაქვთ და ზოგადადაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ ახლა თავისუფლება უფრო გინდათ ვიდრე რაღაც ტოქსიკურ ურთიერთობაში დაბრუნება. რომ თქვენ გათავისუფლდით, გაანულეთ რაღაც და შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი, რესურსული ადამიანი და შექმნათ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. და მე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ამ პიროვნებამ დაგკარგათ, ან ხელიდან გაგიშვათ თავისი რაღაც ხასიათისა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში ტოქსიკური მიდგომების გამო და ახლა ძალიან განიცდის ამას. ახლა უფრო განიცდის ამას, ვიდრე აი თქვათ დავის პროცესი, როცა გქონდათ. ხანდახან ფიქრობს, რომ რაღაც მომენტებში შეუთავსებელი ენერგია გაქვთ, მაგრამ მაინც თქვენთან მოუწევს გული. უბრალოდ აქ სიტუაცია უკვე ისე არის, რასაც ახლა ვუყურებ, რომ
დიდი იმედი არ აქვს, რომ ურთიერთობას დაიბრუნებს თქვენთან. დარწმუნებული არ არის, რომ მიიღებთ ან დაბრუნდებით მასთან. იმიტომ რომ არჩევანი გაქვთ, იმიტომ რომ გაძლიერებული ხართ, შეცვლილი ხართ, რესურსი გაქვთ მეტი. რაღაცაზე თვალი შეიძლება აგეხილოთ, ან ფიქრობთ, რომ მეტი გეკუთვნით სხვა სიმსახურებ და ამას ძალიან კარგად ხვდება. მაინც ნახოთ აბა რა ნაბიჯები ექნება ამ პიროვნებას გაბედავს რამეს, რას მოიმოქმედებს, რა ნაბიჯები ექნება. კი, ამ ადამიანს თქვენთან შეხვედრა უნდა და მისგან ელოდეთ ზარს, სატელეფონო ზარს და შეხვედრის სურვილის დაფიქსირებას. ძალიან პესიმისტური არის, მაგრამ რა უბიძგებს იმისკენ, რომ ესე გათამამდა პირველივე არკანით. აჰა, გასაგებია. რაღაც შეიძლება ვიღაც ქალმაც კი ურჩიოს, დაინახოს მისი დარდი თქვენთან მისამართით, დაიწყოს ვიღაცასთან მიმოწერა, მაგრამ ეს აღმოჩნდება ესეთი ჭკვიანი ადამიანი, ქალბატონი, რომელიც ეტყვის, რომ შენ ისევ დარდობ ქალზე, რომელიც გიყვარს და რას აკეთებ ახლა სხვა ადამიანებთან ჩატში, როცა ის გიყვარს და ის უნდა დაიბრუნო და მას უნდა ელაპარაკო. ქალი უბიძგებს მას, ან ეს მისი დაქალი არის, ან ადამიანი, რომელთანაც რაღაცას ცდის, მიმოწერას, მაგრამ ეს ქალი მიხვდება, რომ ეს ამ კაცის გული დაკავებულია დარჩია და უბიძგებს, რომ ცადოს და დაბრუნდეს თქვენთან. არსებობენ ესეთი ადამიანებიც, რომლებიც ამჩნევენ სხვა ადამიანების რეალურ ტკივილს და სწორ გზას უჩვენებენ. ეს არ არის ნათესავი ან დაანახლობელი. ეს არის ესეთი ქალი, რომელიც მასთან რაღაც ურთიერთობაშია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ხალადი, ხო, რაღაცა მიმოწერებშია, უბრალოდ რო ვთქვათ. კი, ეს ადამიანი აი ამ დარდი გამოიწვევს და რაღაც ბიძგი გამოიწვევს, რომ დარეკავს თქვენთან შეხვედრის სურვილით. მოქმედება არის ნათელი. თქვენ მაინც არ ვიცი, ახლა ძალიან გაბრაზებულები შეიძლება იყოთ და ფიქრობდეთ, რომ საერთოდ აღარ გინდათ ეს ადამიანი, მაგრამ მაინც გაგიხარდებათ მისი ეს ნაბიჯი. იცით, გაგიხარდებათ ის, რომ მან რაღაც გაიაზრა, რომ მან თქვენს გარეშე ვერ გაძლო, რომ მან თავისი ეგო გათელა თქვენს გამოხდებით და კიდევ აქ მოდის ესეთი გაფრთხილება, რომ მისი მოქმედება, თუ გინდათ რომ უფრო მყარი იყოს და არაერთჯერადი იყოს და უფრო რესურსი ჩადოს და ურთიერთობაში სტაბილურად დარჩეს, აქ მოდის აი კიდევ ერთი არკანი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი ზარი და თქვენი თანხმობა არ უნდა იყოს აი როგორ გითხრათ, სწორად რომ ჩამოვახალიბოთ, როდესაც ეს ადამიანი დარეკავს, შეხვედრას მოგთხოვთ, გადმოდგავს ნაბიჯს, იქნება ძალიან ემოციური საუბარი, ძალიან ემოციებს გამოიწვევს თქვენში ეს მომენტი, ძალიან ახელდებით და თითქოს უცებ თავს კონტროლს ვერ გაუწევთ, იცოდეთ, რომ მაშინვე შეხვედრაზე არ წახვიდეთ. აი რომ თქვას, რომ თქვენ სახლთან დგას, ხო? მაშინვე არ დათანხმდეთ შეხვედრაზე და მაშინვე ემოციებს არ ახვეთ. არც ძალიან კატეგორიული ცივი და ხმლების დედოფალი არ იყოთ, ანუ რაღაც ბალანსი არის დასაცველი ამ ურთიერთობაში ზარის შემდეგ. არც ძალიან უხეში იყოთ და უკუაგდოთ, რადგან თუ გაინტერესებთ თქვათ აი შემდგომ რას გააკეთებ, ძალიან უარზე არ წახვიდეთ, მაგრამ არც მაშინვე არ ჩაიცვათ და მის შესახვედრად არ წახვიდეთ და მის კლავებში არ აღმოჩნდეთ. ანუ კარგი გვევნება, რომ აქ დაიცავი ბალანსი, დატოვე რაღაც ინტრიგა, მიეცი საშუალება ამ ადამიანს, რომ უფრო მეტი მოინდომოს თქვენს შესახვედრად კიდევ რაღაცები მოიფიქროს, უფრო თქვენზე იფიქროს, აი რაღაცა როგორც კარგი გვევნება რჩევაში მოდის, რომ ურთიერთობაში
თავარია ბალანსი და აქ ვისაც გსურთ ამ პიროვნების უკან დაბრუნება, ამის საშუალება გექნებათ. თუ არ გსურთ ამ პიროვნების უკან დაბრუნება, მაგრამ უბრალოდ შეხვედრა გინდათ, ამ შემთხვევაშიდაც კარგი გეუბნებათ, რომ უცებ არ მიიღოთ გადაწყვეტილება. მე დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყველას წარმატებას, ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე.